სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ქვემო ქართლის რეგიონში მთის არხის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა დაათვალიერა. არხის რეაბილიტაციის შემდეგ დამატებით რეგიონში 620 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალმზრუნველყოფილი. ქვემო ქართლში მთის არხის სარწყავი სისტემის გარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 12 სხვადასხვა სისტემას ახორციელდება. სამუშაოები საკმაოდ კომპლექსური ტიპისაა, ხორციელდება როგორც წმენდა აბგენითი, ასევე რკინა ბეტონის, ნაშხებ ბეტონის სამუშაოების მოწყობა. ჯამშის მარნეულის რაიონის 6 სოფელს 620 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო გასარწყავებული ფართობი დაემატება. სამუშაოები ხორციელდება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ. ჯამური ღირებულებით 2,9 მილიონი ლარი. დასრულება დაგეგმილია მომავალი წლის მაისის თვის ბოლოს.